ზაფხულის მწვანე ბორცვებს შორის იაპონიის ქალაქ ნარაში, სადაც ბუდისტურ ტაძრებს ქარი ეფერება და მდუმარება სუფევს იმალება უძველესი საიდუმლო. ტურისტებისთვის ეს ქვის სცენაა. არქეოლოგებისთვის აკლდამა. მაგრამ შეიძლება ეს რაღაც სხვა იყოს. შესაძლოა კვალი ცივილიზაციისა, რომელიც აღარ არსებობს, მაგრამ მეხსიერებიდან ჯერაც არ გამქრალა. გეგონება ეს ადგილი დედამიწას არ ეკუთვნოდეს. იშიბუტაის აკლდამა მე-7 საუკუნეს განეკუთვნება. მაგრამ ქვის მასშტაბები მათი სიზუსტე და სიმძიმე აჩენს ეჭვს. ნუ თუ ისინი, ვინც ესა აგო, გრავიტაციას ისე სწვდებოდნენ, როგორც ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია. 75 ტონიანი გიგანტური ბლოკები ისეა ერთმანეთზე დალაგებული, თითქოს არაფერს იწონიდეს. მზე იშვიათად აღწევს შიგნით. ნესტი არასდროს ეკარება. დრო აქ თითქოს გაჩერდა. ოფიციალურად აქ დაკრძალულია სოგანო უმაკო, იაპონიის უძველესი მოხელე. მაგრამ სხეული გამქრალია. აკლდამა ცარიელია. მხოლოდ ქვებია. მხოლოდ ეკოა. და რაღაც უცნაური განცდა, რომ აქ ისეთი რიტუალები ტარდებოდა, რომელთა წარმოდგენაც კი საშიშია. სახელწოდება იშიბუტაი ითარგმნება როგორც ქვის სცენა. მაგრამ სცენა ვისთვის? სულიერ არსებათა თეატრისთვის? ღვთაებათა ბოლო ცეკვისთვის? ზოგიერთი თვლის, რომ ეს ადგილი კარიბჭეა. არა მეტაფორული. არამედ ნამდვილი პორტალი. ქვესკნელში ან სულაც იმ წარსულში, რომელიც ჩვენი წარსული არ არის. არამედ მათი, ვინც ადრე ცხოვრობდა. ან ისევ ცხოვრობს ჩვენს ჩრდილში. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სტრუქტურა იაპონური სულაც არ არის. ის უფრო ჰგავს ბრეტონის დოლმენებს, კავკასიის აკლდამებს. თითქოს ერთმა და იმავე ხელმა გამოკვეთა ქვა მთელ დედამიწაზე. ჩუმად უზუსტესად მტკიცედ. თუ ოდესმე ამ ადგილას მოხვდებით, ქვის სცენასთან დადექით ჩუმად და მოусმინეთ. ზოგჯერ სიჩუმე გველაპარაკება. ზოგჯერ მოგონებებს აცოცხლებს. და ზოგჯერ ხსნის კარს, რომელსაც ჩვენ ვეღარ დავკეტავთ. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, გაუზიარე მეგობრებს. ასევე შეგიძლია გამოიწერო ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვო ახალი ვიდეოების გამოსვლა.